რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემა და ვაშა გადაცემა ბრუნდება. თენგის გოგოტიშვილთან. სპეციალური გამოშვები დღეს. შეტევა პოლონეთსა და ნატოზე. მარტივ ფორმატს გთავაზობთ. მე დავსვამ კითხვებს და ვეცდები მოუძებნო პასუხები. თუ გამომყვებით ამ გზაზე, ალბათ საერთო დასკვნამდეც მივალთ. იმედია. კითხვა პირველი. ფაქტად რა ვიცით? ფაქტად ვიცით, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში 10 სექტემბრის ადრე დილით შეფრინდა რუსული დრონები. მათ დააზიანეს უცოტა ერთი სახლის სახურავი, მსხვერპლი არ არის. კითხვა მეორე. რამდენი დრონი იყო? სხვადასხვა წყარო ასახელებს სხვადასხვა რაოდენობას, მინიმუმ 7, მაქსიმუმ 23-ს. თუმცა ამბობენ, რომ ამ 23-დან დრონი იყო 19-4 კი რაკეტა. კითხვა მესამე. საიდან მოხვდნენ დრონები პოლონეთში? დრონების ნაწილი მაინც შეფრინდა ბელარუსიდან. ეს ირიბად ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომაც აღიარა და უკრაინული დრონების გადაჭერის ოპერაციით ახსნა. ამის კიდევ ერთი საბუთი იმ დრონის საკმაოდ კარგად შენახული ნარჩენია, რომელიც არ აფეთქდა. ეს არის რუსული უპილოტო სახელად გერბერა, რომლის ფრენის მანძილიც საბრძოლო დატვირთვის, ანუ ასაფეთქებელი მუხტის გარეშე 300 კილომეტრია. მუხტით მაქსიმუმ 200 ალბათ. ეს კი გამორიცხავს, რომ ის შეიძლებოდა გაეშვათ რუსეთიდან, მერე გადაეკვეთა მთელი უკრაინის ტერიტორია და შეფრენილიყო პოლონეთის საჰაერო სივრცეში. კითხვა მეოთხე. რა ბედი ეწია დრონებს? დრონების საშიშროების შესახებ უკრაინელმა სამხედროებმა თავიანთი პოლონელი კოლეგები წინასწარ გააფრთხილეს. უკრაინელები უკვე ძალიან კარგად გამოიწვრთნენ რუსული დრონებისა და რაკეტების აღმოჩენისა და კურსის წინასწარი განსაზღვრის საქმეში. ასე გავიგეთ, რომ პოლონელები ამ უპილოტოებს ელოდნენ. და ელოდნენ არა მხოლოდ პოლონელები თავიანთი F-16-ებით, ჰაერში იყვნენ ნიდერლანდელები თავიანთი F-35-ებითაც, რომლებიც ზუსტად იმისთვის მორიგეობენ პოლონეთში პოლონურ აეროდრომებზე, რომ რუსული საფრთხისგან დაიცვან ნატო. ჰაერში იყო ზოგი ინფორმაციით იტალიური სადაზვერვო თვითმფრინავები, ზოგი ინფორმაციით შვედურები, ზოგით კი ორივე ერთად. ჰაერში იყო ასევე ნატოს გამოგზავნილი ტანკერი თვითმფრინავები, რომლებიც ამ გამანადგურებლებს ფრენისას ჰაერში უსებდნენ საწვავის მარაგს. როგორც ჩანს, ლოდინი და დრონებზე ნადირობა კარგ ხანს გაგრძელდა. ბოლო ეშელონად კი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყო გერმანული პეტრიოტების სისტემები, რომლებიც ამ რამდენიმე თვის წინ განლაგდა პოლონეთში ზუსტად ამ საქმისთვის. ნატოს ეგეთი ცხადია. კითხვა მეხუთე. უკავშირდება თუ არა პოლონეთის საში რუსული დრონების გამოჩენა სწავლებას ზაპად 2025, რომელიც ზეგი იწყება ბელარუსში? დიახ. 12 სექტემბერს იწყება ზაპად 2025, რომელიც სრულმასშტაბიანი სწავლებაა რუსეთ-ბელარუსის და მასში მონაწილეობას მიიღებს ყველა, ვისი გამოთავისუფლებაც რუსებმა შეძლეს. 13,000 სამხედრო. ყველა დანარჩენი ეტყობა ფრონტზე. ამ ზაპადზე გათამაშდება მრავალი სცენარი, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი თავად რუსებისთვის არის საშუალო სიშორის რაკეტის ორეშნიკის გასროლა. რა თქმა უნდა, ბირთვული გობნის გარეშე. ყველა ვიცით, რომ რუსის მანევრები მეზობლებს ზოგადად მოსვენებას უკარგავს ხოლმე. სწავლებების შემდეგ შეიჭრა რუსი ჩეხოსლოვაკიაში 1968 წელს. სწავლების შემდეგ შემოიჭრა საქართველოში 2008-ში. სწავლების შემდეგ შეიჭრა უკრაინაში 2014-შიც და 2022-შიც. კითხვა მეექვსე. აქედან გამომდინარე, არის თუ არა საფრთხე ზაპად 2025 შემდეგ რუსმა კიდევ რამე გააფუჭოს? ამ კითხვას ყველაზე სწორი პასუხი კითხვითვე აქვს და სწავლების გარეშე რამე გააფუჭოს ყოველდღიური საფრთხე არ არსებობს? არსებობს. კითხვა მეშვიდე. საკმარისი და ადეკვატური იყო თუ არა პოლონეთის მიერ დრონების მოგერიება? დრონები განადგურებულია. ზიანი მიზერულია, ასე რომ იყო. კითხვა მერვე. რას უპასუხებს ნატო? და აქაც პასუხი კითხვითია. დარწმუნებულები ხართ, რომ ნატომ რამე ახლებური პასუხი უნდა გასცეს? აი განსხვავებული იმისგან, რასაც აქამდე აკეთებდა და აკეთებს. უკრაინა აქამდე არც იარსებებდა პოლონეთი და ნატო რომ არ დგას მხარში. ევროკავშირი, ზოგადად დასავლეთი. დრონების გამოჩენამდე რამდენიმე საათით ადრე დასრულდა ეგრეთ წოდებული რამშტაინის ჯგუფის მორიგი შეხვედრა, სადაც უკრაინამ მრავალი მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო. მრავალი მილიარდი. აღჭურვილობითაც და ფულადი რესურსებითაც, საკუთარი ეკონომიკის მდგრადობისთვის. მიიღო მაგალითად ფრანგული გამანადგურებლების მირაჟების ახალი პარტია და პილოტების წვრთნა. მიიღო F-16-ების პილოტების წვრთნა. პეტრიოტების ბატარეები ახალი. საჰაერო თავდაცვის სისტემის აირის TES რაკეტები, 100,000-ობით საარტილერიო ჭურვი, 10,000 დრონი, სასწავლო ცენტრი სამხედროების გადასამზადებლად, ფრთოსანი რაკეტების საწარმო, ჯავშან მანქანები და უამრავი სხვა რამ. კიდევ ერთხელ, მხოლოდ ამ შეხვედრაზე პარტნიორებმა უკრაინას რამდენიმე მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყვეს. ხამითკით გამოჩნდა დრონები, რომლებმაც ერთი სახურავი ჩახურდეს პოლონეთში და ახლა რუსული პროპაგანდა დაუფარავი სიამაყით კითხულობს. აბა რით გვიპასუხებს ნატო? ნატო ფაქტიურად მთავარი პასუხი წინასწარ გასდა.
თუნდაც იმ რამშტაინით და რაც უფრო მეტად ეცდებიან რუსები მის გაღიზიანებას, უფრო და უფრო მეტად მოუპანდებენ მოკავშირეები ფულსაც, იარაღსაც და სანქციებსაც. კითხვა მეცხრე, არის თუ არა დრონებით შეტევა ნატოზე? ამ კითხვას პასუხი თვითონ პოლონეთმა უნდა გასცეს. ამის შემდეგ კი უკვე ნატო. პრემიერ ტუსკის განცხადებით ეს იერიშზე მეტად პროვოკაცია იყო. რამდენიმე ამოცანით. მათგან ერთი იყო სუფთა სამხედრო დაზვერვა. პოლონეთის საჰაერო თავდაცვის სისტემაში ნაკლოვანებების გამოვლენა და მათი მოქმედების ალგორითმების გაგება. მეორე ამოცანა კი, ჩემი მოგზაურებული აზრით, უფრო მნიშვნელოვანი. ეს იყო პროპაგანდისტული აჟიოტაჟის ატეხვა, რომ ნატო დაუცველია და რუსეთი არის უძლეველი სახელმწიფო. ორივე ამოცანა შესრულებულია რუსების მიერ, მეტნაკლებად. მეორე განსაკუთრებით წარმატებით და იცით რა ზრდის ამ წარმატებას? ყველანაირი ლაპარაკი, რომ ნატო და ევროპა სუსტია, რომ რუსს ვერავინ მოერევა, ამიტომ მთელს კონტინენტზე, ყველა ენაზე, პორტუგალიური დაწყებული და პოლონური დამთავრებული, მას ბაბაია უნდა ვუძახოთ. ქართულის თამადობით, რა თქმა უნდა. ასია დაგეგმილი და აწყობილი ღორების პროპაგანდისტული მანქანა. და მოდი, ნუ დავეხმარებით მას მუშაობაში. ნუც თქვენ დაიჯერებთ და ნუც ეცდებით, რომ სხვა დააჯეროთ, რომ დასავლეთი სუსტია და ვერაფრით უპასუხებს ვერასდროს რუსეთს. კი, რამდენიმე საათით რამდენიმე პოლონური აეროპორტი დაიკეტა, მაგრამ საკუთარ თავს ვკითხოთ. უბრალოდ გავიხსენოთ, როდის იყო ბოლოს ისეთი დღე, როცა არ დაკეტილა აეროპორტები მოსკოვში, პეტერბურგში, სამარაში, გელენჯიკსა და სადაღარ. და ეგ რა ტექნოლოგიის დახმარებით ხდება ხომ არ იცით? რა ფულის შემწეობით? უკრაინული დრონები მხოლოდ უკრაინულია და არც ერთი პარტნიორის დახმარება მათ შექმნასა და წარმოებაში არ ურევია. რუსმა ყველაზე კარგად იცის, რომ წლებია დასავლეთს ეომება. და თუ რამეს მიიღებს ასეთი ახალი რაღაც წერტილოვანი სისულელეებით, პირველ რიგში უფრო მოტივირებული დასავლეთი იქნება, უფრო მოტივირებული ევროკავშირი და ნატო. ისინიც კი, ვინც პუტინს დღეს საკუთარ მომხრეებად და ნეიტრალურებად მიაჩნია, იძულებულები გახდებიან, რომ აღიარონ. ნამდვილად სამხედრო დამნაშავესთან გვაქვს საქმეო. და მოუმატონ სამხედრო ხარჯებსაც და მზადყოფნის დონესაც და დახმარებას უკრაინისთვის, რა თქმა უნდა. კბილი-კბილის წილ, დრონი დრონის წილ. ეს იყო ვაშე გადაცემა სპეციალური გამოშვებით თენგის გოგოტიშვილთან. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე: Facebook-ზე, YouTube-ზე, TikTok-სა და Instagram-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.